მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ანუ როგორ თქვა კობახიძემ, ამის მერე გადაცდომები აღარ იქნება. მაშინ ვერ გავაკონტროლეთო და ეხლა ყველა ზომა მივიღეთო, რომ ბაციო გავაკონტროლოთო. ეს ანგარიში მათთვის ძალიან მძიმე იყო, ივანიშვილის რუსული ოცნება. ცდილობდა ყველანაირად, რომ ჩახსნოდა იმ ევროპულ ინსტიტუციებს და თანამშრომლობას, რომელიც სწორედ ასეთ ანგარიშს დადებდა და ეგონათ, რომ რაღაცნაირად დაიცავდნენ თავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სამართალი შეიძლება ვიღაცას უფრო ადრე ქონდა სურვილი, რომ დამდგარიყო ასეთი ტიპის ანგარიში, მაგრამ არც ახლა არ არის. გვიან ძალიან საინტერესო განვითარდა მოვლენები. პირველი, როდესაც 12 მარტს გამოცხადდა ის, რომ საერთაშორისო სამართალმა ივანიშვილის რუსული ოცნება ცნო დამნაშავედ ყველა იმ ძალიან მძიმე დანაშაულების წინაშე, რომელიც მათ ქართულ ხალხის წინაშე ჩაიდინეს. ეს იყო ქიმიური მოწამვლა, წამება, რა ვიცი, არადამიანური მოპყრობა. ახლა გიას უსმენდით ჯარშეიშვილს და გიას შემთხვევა კიდევ უფრო მძიმე არის ვიდრე ჩემი, თუმცა მე და გიას ერთად მოგვიწია ერთ პერიოდში დაგვაკავეს, აი 5 დაკავებას რო ახსენებდა ერთ-ერთი ასე იყო, გარდა იმისა, რომ უკანონოდ გვაკავებდნენ, ასევე ჩვენს მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა და სანამ სასამართლოზე გაგვიყვანდნენ, მაგალითად პირველიდან 7-ის ნახევრამდე სასამართლოში მოგვიწვეს, იქაც მოგწამლეს, იმიტომ რომ რაღაც საღებავით შეღებეს და შენც იცი როგორი ბუნაგია ის დაბლა არ ნიავდება და ქონდა გულისრევის შეგრძნებები, თავბრუსხვევა, გიას 170 წნევა, მეც ასე ვიყავი და სასამართლო დარბაზში უკვე რაზე ვლაპარაკობდით, აფერი აღარ გვესმოდა. ის რომ 13 მარტს შემდეგ ვნახეთ, რომ ასეთი, ასე ვთქვათ, აი ამ იურიდიული საფუძველზე უკვე ლიეტუვამ გადასცა ჰააგას ბელორუსის ლუკაშენკოს ამბავი და ჰააგა მიიღო ის წარმოებაში. ესეც არის მათთვის ძალიან კარგი გზავნილი, ასე მგონი, ამიტომ კობახიძე ახლა გადაცდომებზე ნუსაუბრობს, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულები, რასაც მოუწევთ პასუხისგება. ის ალბათ ფიქრობდა, რომ ასე არ იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უწევს ივანიშვილს აუხსნას, როგორ დადგა ასეთი შედეგი და 13 მარტს ევროპარლამენტმა პირველად ახსენა და უწოდა რეჟიმი ივანიშვილის რუსულ ოცნებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, სტატუსიც დადეს და იქვე აღუთქვეს ქართულ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერა. ესეც მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ამბავი. აი ამ მთელ ანგარიში რეკომენდაციების სახით, რაც არის გაწერილი, ძალიან საყურადღებოა. მე მიხარია, რომ განათლებასაც შეეხო ეს ანგარიში და იქვე თქვეს, რომ მოუწოდეს, რომ უნივერსიტეტების ავტონომია უნდა იყოს, ინსტიტუციური ავტონომია, დაცული და აკადემიური თავისუფლება და ესეც უნდა გაითვალისწინონ, თუ არ გაითვალისწინებენ. გარდა იმისა, რომ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა დაუდგება და უკვე ვხედავთ, როგორ ჩეხავენ პროგრამებს და ამას აკეთებენ თან იმ პროფესორ მასწავლებლების ხელით, რომლებიც აი არ ვიცი, ამდენი ხნის ნაფუფუნები და გამოყვანილი პროგრამები, როგორც ვასული, აი ასე როული და გეუბნებიან ახლა შენ ხელით დაჩეხე და უნდა გახმესო, ამაზეც ექნებათ აუცილებლად პასუხი, დარწმუნებული ვარ, მოეთხოვებათ პასუხი და ასე არ გაივლის ეს ამბავი. ხო, ასეთი ჩვენი რეალობა მოკლედ. საკმაოდ მძიმე და მათთვის ძალიან მძიმე შედეგი დადგა ნამდვილად.